ბორჯომის და ახალციხის მოსახლეობის ნაწილი მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით ამ წუთებში აქცია ბორჯომში მიმდინარეობს, მანამდე კი მოსახლეობა ახალციხის სასამართლოსთან შეიკრიბა, სადაც აქციის მონაწილეებს ახალციხის და ადიგენის მოსახლეობა შეუერთდა. მოსახლეობა გოჩა ჯეირანაშვილის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ადამიანების წამებაში ბრალდებულები, მათ შორის ყოფილი პოლიციელი მამუკა ხვედელიანი ციხიდან გაათავისუფლეს. ჩვენი რეგიონული კორესპონდენტი მანუჩარ გოგოლაური ჩაგორთება ახლა პირდაპირ ეთერში. მანუჩარ, თუ გამოეხმაურა ვინმე აქციას და რას აპირებს მოსახლეობა, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება? დიახ, აქ ადგილზე ჯერჯერობით ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა აქციაზე. შეიძლება ითქვას, რომ ახალციხის მოსახლეობა შეუერთდა ბორჯომის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, რომელიც წარმოადგენდა ძირითად ნაწილს აქციის მონაწილეთა. ისინი გოჩა ჯეირანაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით მოსამართლემ აღნიშნულმა მოსამართლემ მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება და ციხიდან გაათავისუფლა კოლელი და ჯალათი, როგორც ისინი აცხადებენ. საუბარია მამუკა ხვედელიანზე, ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსზე. მამუკა ხვედელიანი შეგახსენებთ, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამოდენიმე მუხლით ედებოდა, რამოდენიმე მათგანი იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ასევე არადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეობა ხელისუფლებას ერთგვარი ულტიმატუმით წაუყენეს, მათი განცხადებით თუ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ისინი კვლავ აქციები და გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოვისმინოთ მათი ძირითადი მოთხოვნები. კაცი რომელიც საძირითადი თანამონაწილეები სამართლობის გამოვიდა. სააკაშვილის მონა, უბლაშვილის მონა, რასაც მითითებენ იმას ღერულს გადაწყვეტილებას და კოლელი, რომელსაც 4 კაცი მოკლა, გარეთ გამოუშვა და გაჭირებულმა პატარა პროკურორი მოიპარა, შვილიაკის ციხეში ამსწრა და ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. დაუყოვნებელი. თუ საღამოს 6 საათამდე არ მოგვაქცევენ ყურადღებას და პასუხისგებაში არ წავა მოსამართლე და მამუკა ხვედელიანის 4 პოლიციელი ჩვენ გზას ვკეტავთ და არ ვაღებ, სანამ არ იქნება სამართლების სასამართლო. მე მინდა გითხრათ ისაც, რომ აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით აქციის დასასრულს, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა, სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს, ასევე გამოყენებული იქნა ცოცხებიც და მათ ერთგვარად გააპროტესტეს მოსამართლის გადაწყვეტილებად. მათ უკვე ბორჯომში გადაინაცვლეს და ელოდებიან თავიანთ ულტიმატუმის გადაწყვეტილებას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში საღამოს 6 საათზე ისინი კვლავ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. საპროტესტო აქციის შესახებ ეს იყო მანუჩარ